ჰიტლერმა დაისახა მიზნად, რომ დაეპყრო ყველა ტერიტორია, სადაც ეთნიკურად გერმანელები ცხოვრობდნენ და იყო ავსტრიის შემოერთებით იგნორი. მერე გადავიდა ჩეხოსლოვაკიაზე, კიდევ იგნორი. და უკვე როცა ჰიტლერი აპირებდა დანციგის კორიდორის აღებას და გერმანიის გაერთიანებას და ამით პოლონეთის დაპყრობას, ევროპა მიხვდა, რომ გერმანია ესე მარტივად არ გაჩერდებოდა. ჰიტლერი ვერ შედიოდა პოლონეთში იმის შიშით, რომ საფრანგეთთან და პოლონეთთან ორ ფრონტზე ომს ვერ გააკაჩავდა და ამიტომაც პოლონეთის მეზობელს და მტერს საბჭოთა კავშირს მიმართვა დახმარებისთვის. რა მიზნები ჰქონდა საბჭოთა კავშირს? პირველი მსოფლიო ომის საშინელი დამარცხების შემდეგ რუსეთის იმპერიაში დაიწყო რევოლუცია. ამას მოყვა უამრავი ტერიტორიის დაკარგვა, მათ შორის ვიყავით ჩვენც, ქართველები, მაგრამ დიდი ხანი ეს დამოუკიდებლობა ვერ შევინარჩუნეთ. საბჭოთა კავშირს ჰქონდა მიზნად, რომ დაიპყრო ყველა რუსეთის მიერ დაკარგული ტერიტორია, ბალტიისპირეთი, პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილი და ფინეთი. პლუს საბჭოთა კავშირს უნდოდა თავისი ზეგავლენის გაფართოება აღმოსავლეთ ევროპაში. როცა საბჭოთა კავშირს მოუვიდა შეთავაზება ჰიტლერისგან, რომ გაიყო პოლონეთი და თან მოეწერა ხელი ხელშეკრულებისთვის, სადაც ეწერებოდა, რომ გერმანია არ ჩაერეოდა საბჭოთა კავშირის გეგმებში გულისხმობთ აღმოსავლეთ ევროპის დამორჩილებაში და ორივე მხარე არ შეუტევდა ერთმანეთს, რაც საკვირველია, სტალინი ვერ იტყოდა ამაზე უარს.